საღამოშვიდობისა, ეს არის საავტორო გადაცემა სათქმელი. მე ვარ ჟურნალისტი ირინა ყურუა და დღეს წარმოგიდგენთ. შეზღუდული თავისუფლების წელი. ასე აფასებს ადამიანის უფლებების მდგომარეობას საქართველოში ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია. ავტორიტარული მმართველობის გაძლიერების პროცესი, ავტოკრატიული სამართალშემოქმედება, თავისუფლებების არათანაზომიერი შეზღუდვა და შედეგად განსაკუთრებული წნეხი გამოხატვის, შეკრებისა და გაერთიანების თავისუფლებაზე. კიდევ რა წერია დოკუმენტში და რა კვლევებს ეყრდნობა საიას წლის შემაჯამებელი ანგარიში. საქართველო მიტაცებული კლეპტოკრატიული სახელმწიფოა. ეს საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოში გაკეთებული დასკვნა. ორგანიზაციამ კორუფციასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეს საქართველოში არსებული მდგომარეობა შეაჯამა. რას ამბობენ სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები და რატომ არ ენდობა მათ ხელისუფლება. ოკუპირებულ აფხაზეთში ეგრეთ წოდებული საბაჟო ტერმინალის მშენებლობა სრულდება. ტრანზიტული ჰაბი რუსეთს სანქციებისგან თავის ასარიდებლად ჭირდება. შიშობენ ექსპერტები. საქართველოში მიმდინარე ყველაზე აქტუალური საკითხების ანალიზი გადაცემაში სათქმელი ირინა ყურუასთან ერთად. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დიდი პალატის გადაწყვეტილებით საიამ 2019 წლის 20-21 ივნისის ეგრეთ წოდებული გავრილოვის ღამის საქმე მოიგო. სასამართლომ საქართველოს ხელისუფლებას ჯამში 100.000 ევროს გადახდა დააკისრა აქციაზე დაშავებული ადამიანებისთვის. დადგენილების თანახმად თბილისში აქციების დაშლის დროს დაირღვა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის 3 მუხლი. მესამე წამების აკრძალვა 26 განცხადებლიდან 24-ის მიმართ. მე-10 გამოხატვის თავისუფლება 14 განცხადებლის მიმართ. მე-11 მუხლი შეკრებისა და გაერთიანების თავისუფლება 11 განცხადebლის მიმართ. სასამართლომ ასევე დაადგინა 38 მუხლის არარსებობა. ეს არის საქმის განხილვის დროს ყველა საჭირო პირობის უზრუნველყოფის ვალდებულება. სასამართლოს დადგენილებით მიუხედავად იმისა, რომ შემდგომი გამოძიება უკვე 5 წელიწად ნახევარზე მეტხანს გაგრძელდა, მას მაინც არ მოყოლია ყველა გარემოების საფუძვლიანი შეფასება. არც განცხადებლების მიმართ არასათანადო მოპყრობის ან იმ სახელმწიფო მოხელეების ვინაობის შესახებ დასკვნების გამოტანა, რომლებმაც გამოიყენეს ან ბრძანეს გადაჭარბებული ძალის გამოყენება. გადაწყვეტილებაში ასევე წერია: მიუხედავად იმისა, რომ შესაძლოა არსებობდეს გარკვეული გამართლება დემონსტრაციის დაშლის სურვილისთვის, იმის გათვალისწინებით, რომ ის პარლამენტის შენობის გარეთ მიმდინარეობდა და ზოგიერთ მომიტინგეს შენობაში შტურმით შეჭრა სურდა, სასამართლომ მიიჩნია, რომ დაშლის გზა არ იყო მართებული. საქართველოს იუსტიციის სამინისტრო, რომელიც საქმეში მოპასუხეა გავრცელებულ გამოხმაურებაში ამბობს: დიდმა პალატამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ სახელმწიფოს ლეგიტიმური უფლებაა გამოიყენოს სპეციალური საშუალებები, როდესაც ადგილი აქვს სამართალდამცველებისა და სახელმწიფო ორგანოებზე თავდასხმასა და შტურმს. სამინისტროს ცნობით გადაწყვეტილებაში ასევე აღნიშნულია, რომ 20 ივნისის დემონსტრაციის დროს ესკალაცია და პარლამენტზე შტურმი წაახალისეს ოპოზიციონერმა პოლიტიკოსებმა. უწყებაში მომზადებული განცხადების თანახმად, ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებით სახელმწიფოს მიერ გამოყენებული ძალა და სპეციალური საშუალებები მიმართული უნდა ყოფილიყო იმ დემონსტრანტების მიმართ, რომელთა ქმედებაც იყო ძალადობრივი. შესაბამისად, იმის გამო, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს მაშინდელმა ხელმძღვანელობამ ვერ უზრუნველყო ამ სტანდარტის დაცვა და პროპორციული ძალის გამოყენება დემონსტრანტების მიმართ, დადგინდა ევროპული კონვენციის მე-3, მე-10 და მე-11 მუხლების დარღვევა. იუსტიციის სამინისტრო ასევე ამბობს, რომ საქართველოს მთავრობამ გაითვალისწინა ჯერ კიდევ 2024 წლის 7 მაისის პალატის გადაწყვეტილებით დადგენილი გამოძიების ხარვეზები და დაიწყო შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელობის მიერ ოპერაციის დაგეგმვისა და განხორციელების პროცესის გამოკვლევა ევროპული სასამართლოს მიერ დადგენილ სტანდარტებთან მისი შესაბამისობის დასადგენად. აღნიშნული გამოძიების შედეგად 2025 წლის 12 ნოემბერს საქართველოს პროკურატურამ დაიწყო სისხლის სამართლებრივი დევნა საქართველოს შინაგან საქმეთა ყოფილ მინისტრ გიორგი გახარიას მიმართ. საქმის თაობაზე გამოძიება გრძელდება, წერია იუსტიციის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში. როგორც უკვე გითხარით, სტრასბურგის სასამართლოში 20 ივნისის ღამეზე დავა საია მოიგო. შეზღუდული თავისუფლების წელი, ასეთია უკვე მილევადი 2025 ამავე ორგანიზაციის წლიურ ანგარიშში. ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ ადამიანის უფლებების მდგომარეობა შეაჯამა და დაასკვნა. ავტოკრატიულმა სამართალშემოქმედებამ თავისუფლებების არათანაზომიერმა შეზღუდვამ განსაკუთრებული წნეხი იქონია გამოხატვის, შეკრებისა და გაერთიანების თავისუფლებაზე, იმ უფლებებზე, რომლებიც დემოკრატიას ფუნქციურს ხდის. ასეთია იურისტების შეფასება. ანგარიშის მიხედვით მიმდინარე წელს გაგრძელდა 2024 წელს დაწყებული მმართველობის გაძლიერების პროცესი, რომელსაც საია ავტორიტარულს უწოდებს.
როგორია ორგანიზაციის მიერ გამოკვეთილი სახიფათო ტენდენციები, ამას უშუალოდ საიას წარმომადგენელთან ერთად განვიხილავთ. სამოქალაქო საზოგადოების მეორე ორგანიზაციამ საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველომ კი კორუფციასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეს 9 დეკემბერს კორუფციის შესახებ კვლევა გამოაქვეყნა. ცალსახად შეიძლება ითქვას, რომ საქართველო მიტაცებული კლეპტოკრატიული სახელმწიფოა, მიიჩნევენ არასამთავრობო ორგანიზაციის ექსპერტები. საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოში თვლიან, რომ ასეთ ქვეყნებში მმართველი ელიტის ერთადერთი მიზანი და мотиваცია პირადი გამდიდრებაა, რაც მოქალაქეებისა და სახელმწიფოს გაძარცვის გზით ხდება. კორუფციის გზით დაგროვილი რესურსები კი თავის მხრივ ძალაუფლების შენარჩუნებას ხმარდება. სპეციალისტები ასევე განმარტავენ, რომ მიტაცებული სახელმწიფოს სათავეში მდგომი ბიძინა ივანიშვილის მმართველობა ემყარება კორუფციაში ჩართულ გარკვეულ ჯგუფს, რომელსაც ის აძლევს კორუფციის გზით გამდიდრების საშუალებას და შემდეგ იყენებს მათ სახელმწიფო ინსტიტუტების დამორჩილებისა და საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნებისთვის. შესაბამისად, სამომავლოდ კორუფციის და მისგან გამოწვეული ზიანის ზრდას უნდა ველოდეთ. ასეთია დასკვნა საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოში. ამასობაში რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთში ეგრეთ წოდებული საბაჟო ტერმინალის მშენებლობა თითქმის დაასრულა. ტვირთების გასატარებლად მხოლოდ ტექნიკური აღჭურვა დარჩა. პროექტი გასაიდუმლოებული იყო აფხაზური მედიის თანახმად ტრანზიტული ხაბი აფხაზეთში მიზნად ისახავს სატრანსპორტო დერეფნის შექმნას, რუსეთთან მესამე ქვეყნის ვაჭრობის მხარდასაჭერად. ქართველი ექსპერტები და არა მარტო ისინი შიშობენ, რომ პროექტი საერთაშორისო სამართლის დარღვევას და სანქციების გვერდის აღლას ემსახურება. ოპოზიციაში გაჩნდა მოსაზრება, რომ სინამდვილეში სიტუაციას თბილისი მართავს და საბაჟო ტერმინალის სამომავლო ფუნქციონირებისთვის რუსეთს საქართველოს ხელისუფლებისგან წინასწარი თანხმობა ექნებოდა. წინააღმდეგ შემთხვევაში მასშტაბური ინფრასტრუქტურის მშენებლობა არ დაიწყებოდა. ირაკლი ყობახიძემ პროექტში საქართველოს შესაძლო მონაწილეობის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას სპეკულაცია უწოდა. საქართველოს პრემიერ-მინისტრის სიტყვებით, ძალაში აოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონი და არავითარი ინიციატივა ამ მიმართულებით ხელისუფლებას არ აქვს. ჟურნალისტის დამაზუსტებელ კითხვაზე, ანუ საქართველოს ხელისუფლება არ გაატარებს ტვირთებს რუსეთის მიმართულებით, მან უპასუხა, გიდასტურებთ, რომ არ გავატარებთ. ყველა ამ საკითხზე ვიმსჯელებთ დღეს გადაცემაში, ჩვენი სტუმრები იქნებიან თამაზ კირტავა, საიას ანალიტიკოსი, სანდრო ქევხიშვილი, საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს ანტიკორუფციული პროგრამის მენეჯერი, თეონა აკუბარდია, პოლიტიკოსი, საქართველოს პარლამენტის ყოფილი წევრი და ვლადიმერ ბოჟაძე, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის ევროპელი სოციალისტების თავმჯდომარე. შეგვიძლია შემოვიყვანოთ პირდაპირ ეთერში ჩვენი პირველი სტუმარი, ბატონი თამაზი, მოგესალმებით, მადლობას გიხდით, რომ გვითმობთ დროს და მონაწილეობთ ჩვენს გადაცემაში. ბატონ თამაზ, თავდაპირველად სტრასბურგის სასამართლოში საიას მიერ მოგებულ საქმეზე მინდა კომენტარი გთხოვოთ, როგორ გამოეხმაურებით ამ საქმეს, რითი არის ეს გადაწყვეტილება მნიშვნელოვანი არა მხოლოდ ორგანიზაციისთვის, არამედ იმ დაზარალებული ადამიანებისთვისაც, ვის თავზეც გადაიარა ამ აქციების დაშლის სიმძიმემ და მათ შორის იყვნენ ჩემი კოლეგები ჟურნალისტებიც. მოგესალმებით, სტრასბურგის დიდი პალატის დღევანდელი გადაწყვეტილება მართლაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მით უმეტეს ბოლო პერიოდში აქციების აქტუალურობის გათვალისწინებით და დარბევების აქტუალურობის გათვალისწინებით. მნიშვნელოვანია, რომ სტრასბურგის სასამართლომ სრულად გაითვალისწინა, გაიზიარა საიას პოზიცია და დაადგინა შეკრების გამოხატვის და არასათანადო მოპყრობის აკრძალვის უფლებების დარღვევები. მნიშვნელოვანია ის, რომ სტრასბურგის სასამართლომ აქ ისაუბრა იმაზე, თუ როგორ უნდა გამოეყენებინა ქვეყანას სპეციალური საშუალებები, ამ შემთხვევაში რეზინის ტყუები, ისაუბრა იმაზე, რომ არ შეიძლება აქციის და შეკრების მცირე ჯგუფის ან კონკრეტული ადამიანების ქმედების გამო მთლიანი აქციის დაშლა, როდესაც ადამიანების უმრავლესობა არის მშვიდობიანი და ეს წარმოადგენს არაპროპორციული ძალის გამოყენებას. აქვე სტრასბურგის სასამართლომ ისაუბრა იმაზე, თუ როგორი უნდა იყოს საკანონმდებლო ჩარჩო და როგორი უნდა იყოს აქციების მართვის ასე ვთქვათ პროტოკოლი და ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ სახელმწიფოს აკისრებს ვალდებულებას ეს ზომები გაატაროს ზოგადად, არა მხოლოდ კონკრეტულად ამ შემთხვევების გამოძიების ან ამ დაზარალებულებისთვის კომპენსაციის გადახდის კუთხით, არამედ მას ვალდებულება ეკისრება იმისთვის, რომ მომავალშიც არ დაუშვას მსგავსი კი ბატონო.
ბატონ თამაზ, დავუბრუნდეთ თქვენი ორგანიზაციის მიერ მომზადებულ ანგარიშს. ორგანიზაცია საქართველოს ადამიანის უფლებების მდგომარეობას რამდენიმე მიმართულებით აჯამებს. მოდით კანონში ბოლო ცვლილებით მინდა რომ დავიწყოთ, აი პროტესტის გამოხატვა კიდევ უფრო შეიზღუდა აქციის მონაწილეებმა აქციის გამართვის შესახებ შესაბამის უწყებას წინასწარ უნდა აცნობონ, უნდა დაელოდონ პასუხს. ეს იმ შემთხვევაში თუ აქცია და მანიფესტაცია ხალხის სამოძრაო ადგილას იმართება. პოლიცია შეუძლია დემონსტრანტებს უარი უთხრას კონკრეტული ტერიტორიის გამოყენებაზე და ალტერნატიულიც შესთავაზოს. აი როგორ ზღუდავს ადამიანის უფლებებს ეს ახალი ჩანაწერი კანონში? ეს ცვლილებები არის სასახად შეუთავსებელი საქართველოს კონსტიტუციასთან და ადამიანის უფლებების საერთაშორისო ხელშეკრულებებთან და რატომ? საქართველოს კონსტიტუცია ამბობს, რომ ადამიანის შეკრების თავისუფლება არ შეიძლება იყოს დამოკიდებული თანხმობაზე, სახელმწიფოს თანხმობაზე, იმიტომ რომ ეს ამ უფლებას შინაარსს აცლის. ამ ცვლილებებით საქართველოს ხელისუფლებას ფაქტობრივად შემოაქვს თანხმობის ინსტიტუტი, ოღონდ მას არქმევს გაფრთხილების ინსტიტუტს და ის ანიჭებს საკუთარ თავს უფლებამოსილებას, რომ დაავალდებულოს აქციის მონაწილეების, შეცვალონ აქციის დრო, ადგილმდებარეობა, მიმართულება, ეს ის კომპონენტებია, რაც შეკრების თავისუფლების, ასე ვთქვათ, ფუნდამენტური ასპექტებია, რომ ადამიანებს შეეძლოთ ამის არჩევა, ხო, ასად ჩაატარებენ აქციას, როდის და რა მიმართულებით. ასევე მნიშვნელოვანი არის, რომ ეს ცვლილებები წარმოადგენს გაგრძელებას იმ ცვლილებების, რომლებიც მთელი წლის განმავლობაში შედიოდა შეკრების მომწესრიგებელ კანონმდებლობაში. და ფაქტობრივად უკვე მოხდა ტროტუარზე შეკრების კრიმინალიზებაც კი. კი ბატონო, აი ამ მიმართულებით გითხავთ, რომ მთელი წლის განმავლობაში საზოგადოება ადევნებდა თვალყურს როგორ იზღუდებოდა შეკრების თავისუფლება ჯარიმებით, სხვადასხვა სანქციებით და ბოლოს მივიღეთ ის, რაზეც ახლა ვსაუბრობთ. ყველაზე შემაშფოთებელი რეპრესიული შეზღუდვა რომელი იყო, აი რა ტენდენციას გამოყოფთ? ყველაზე შემაშფოთებელი არის თავად აი ეს ტენდენცია, რომ ქართული ოცნება ცდილობს რაღაცა ტალღებად შეიტანოს ცვლილებები კანონმდებლობაში და ყოველი შემდგომი ცვლილებით გააუარესოს უკვე არსებული ისედაც გაუარესებული მდგომარეობა და ამით ის ფაქტობრივად ცდილობს დაახშოს, ჩაკეტოს ყველა ის სივრცე, რაც დარჩენილი არის ჯერ კიდევ იმისთვის, რომ ადამიანებმა სადღაც მაინც შეძლონ საკუთარი აზრის გამოხატვა, შეკრება. არ არის შემთხვევითი ის, რომ აი ამ ცვლილებების მთავარი სამიზნე იყოს სწორედ შეკრების თავისუფლება, გამოხატვის თავისუფლება, გაერთიანების თავისუფლება. იმიტომ რომ ეს ის უფლებებია, რომლებიც ზოგადად დემოკრატიას ხდის ფუნქციურს და რაც ადამიანებს აძლევს საშუალებას იმისას, რომ სხვა უფლებებით სარგებლობად შეძლონ, საკუთარი ხმა გააგონონ საზოგადოების სხვა ჯგუფებს და ხელისუფლებას და ასე შემდეგ, ხო? კი ბატონო, აი გამოხატვის თავისუფლება იყო ერთ-ერთი მთავარი სამიზნეო, თქვენც წერთ ამ ანგარიშში. უფრო მეტი რომ უთხრათ ჩვენს მაყურებელს, ამ მიმართულებით რისი უფლება ჩამოერთვათ ადამიანებს და რა მიმართულებით გაუარესდა მოცემულობა? გამოხატვის თავისუფლების მომწესრიგებელ კანონმდებლობაში არაერთი ცვლილება შევიდა. ერთ-ერთი ასეთი იყო სახელმწიფოს თანამდებობის პირების და საჯარო მოსამსახურეების შეურაცხყოფის აკრძალვა, რაც გააკრიტიკა საერთაშორისო ინსტიტუტებმა, მათ შორის ოდირმა, იმიტომ რომ ფაქტობრივად ადამიანების საპროტესტო გამოხატვას ზღუდავს ეს ადამიანების პოლიტიკური შეფასების გაკეთების პროტესტის უფლებას ართმევს და გარკვეული განსაკუთრებული დაცვის ქვეშ აქცევს თანამდებობის პირებს. ასევე მნიშვნელოვანი იყო მედიისთვის დაწესებული შეზღუდვები, მათ შორის მაუწყებლობისთვის უცხოური დაფინანსების მიღების შეზღუდვა, რაც არის არაპროპორციული და გაუმართლებელი შეზღუდვა, რომელიც რაიმე ლეგიტიმურ ბიძანს არ ემსახურება. ასევე სასამართლოებში მედიის შეზღუდვა, რაც ემსახურება იმას, რომ საზოგადოებას დროულად არ მიეწოდოს ის ინფორმაცია მართლმსაჯულების შესახებ, საჯაროობის პრინციპი არ იყოს დაცული. მნიშვნელოვანია ის, რომ ცილის წამებასთან დაკავშირებით არსებული გარანტიები კანონმდებლობაში, რომელიც უზრუნველყოფდა იმას, რომ საჯარო დისკუსია მეტნაკლებად დაცული ყოფილიყო და ცილის წამების დავები გამოყენებული არ ყოფილიყო იმისთვის, რომ ადამიანებში რაღაცნაირი თვითცენზურა გაეჩინა და მსუსხავი ეფექტი გაეჩინა, ეს გარანტიები შესუსტდა, მათ შორის ცილის წამების დავებში მტკიცების ტვირთის შებრუნებით, კვალიფიციური პრივილეგიის გაუქმებით, რაც გარკვეული ტიპის გამოხატვებს იცავდა. გამოხატვის თავისუფლებაში ასევე უხეშ ჩარევას წარმოადგენს უშუალოდ გამოხატვის
შესაძლოა და გამოხატვის შესახებ კანონში შესული ცვლილებების გარდა ის სხვა საკანონმდებლო ცვლილებები, მაგალითად ეგრეთ წოდებული ფარა, რომელიც ქმნის თავისი ბუნდოვანებიდან გამომდინარე ისეთ თვითცენზურის გარემოს, როდესაც ადამიანებისთვის, ორგანიზაციებისთვის რეგისტრაციის ვალდებულება გაჩნდა, ხო? ცხოვრე აგენტის რეგისტრაციის. და იმდენად ბუნდოვანია ეს, რას გულისხმობს ვისეკისრება, ეს პოლიტიკურ ცხოვრებაში მონაწილეობა როგორ შეიძლება განიმარტოს, რომ ქმნის რაღაცნაირად თვითცენზურის გარემოს იმისთვის, რომ ადამიანებმა, ორგანიზაციებმა რაიმე ისეთი აქტივობა არ განახორციელონ, რაიმე ისეთი ართმა, რამაც შესაძლოა შემდგომში ფარას ქვეშ მოაქციეს. კი ბატონო, ბატონ თამას, კიდევ ერთი ჩანაწერი, რომელიც ვფიქრობ ძალიან მნიშვნელოვანია, 2025 წელსაც გრძელდებოდა დემონსტრანტების არასათანადო მოპყრობა. დემონსტრანტებისადმი კვლავ დაუსჯელები რჩებიან 2024 წლის ნოემბერ-დეკემბერში სისტემურ წამებაზე პასუხისმგებელი პირები. ალბათ ეს არის ყველაზე მწვავე მოცემულობა, რაზეც თქვენს წერთ ამ ანგარიში, მანამდეც საუბრობდა თქვენი ორგანიზაცია და საზოგადოებიც განუწყვეტლე ვითხოვს პასუხს. ამით რას დემონსტრირებს ხელისუფლება დღეს? თუ ძალაუფლება გაქვს, დანაშაულზე პასუხი არ მოგეთხოვება? აი, რა ტენდენციაა ეს? ცალსახა არის ის, რომ ამ დაუსჯელობით სახელმწიფო ახალისებს ძალადობას, არა მხოლოდ ახალისებს, არამედ ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს ძალადობა არის სახელმწიფოს მიერ ნებადართული და ეს ფიზიკური ძალადობა მათ შორის არის იარაღი, რომელსაც ქართული ოცნება იყენებს შეკრების თავისუფლებების წინააღმდეგ, ხო? შარშან 1 წლის წინ ჩვენ ნახეთ, რომ ადამიანები სისტემურად აწამეს. და შემდგომ 2025 წელსაც ეს ტენდენცია გარკვეულწილად გაგრძელდა, ხო? თუნდაც თებერვალში, როდესაც თბილისი მულთან გამართულ აქციაზე იგივე ცევის მოდელები განმეორდა, მათ შორის კამერების წინ ცემეს ადამიანები და დასჯილი დღემდე არავინ არ არის. ამის გაგრძელება იყო შემდგომ უკვე ის საკანონმდებლო ცვლილებები, რაც განხორციელდა შეკრების თავისუფლების ნაწილში. ეს ნიშნავს იმას, რომ სახელმწიფო სხვადასხვა მეთოდებით, იქნება ეს ფიზიკური ძალადობა, იქნება ეს მოძალადეთა დაუსჯელობა თუ საკანონმდებლო ცვლილებები, ჯარიმები, დაკავებები, ერთობლივად ცდილობს ფაქტობრივად უფლებები წაართვას ადამიანებს და ეს არის ერთიანი ტენდენციის ნაწილი. კი ბატონო. და კიდევ ერთი კითხვა მინდა მოვასწროთ აუცილებლად. არასათანადო მოპყრობა დაკავებული ადამიანების მიმართ ეს ძალიან მნიშვნელოვანია. აქ საუბარია გაშიშვლების ღირსების შემლახავ პრაქტიკაზე. ბატონ თამას, ჩვენ მოგვისმენია ხელისუფლების წარმომადგენლებისგან, რომ მსგავსი პრაქტიკა არსებობს, საერთაშორისო პრაქტიკა და ეს არ არის რაღაც აქ საქართველოში მოგონილი და ეს არის ჩხრეკისთვის დამახასიათებელი ქცევა. რა სიტყვით ამაზე? ეს სინამდვილეში არ არის მართალი. გაშიშვლებას ჩხრეკისთვის თავისი მკაცრი წესები აქვს, საერთაშორისო სტანდარტები, მათ შორის CPT სტანდარტები, რომელიც ამბობს, რომ დაუშვებელი არის ადამიანის, ასე ვთქვათ, მთლიანად გაშიშვლება და თუკი ჩხრეკის აუცილებლობა არსებობს, ეს უნდა მოხდეს ისე, რომ ადამიანებს შეეძლოთ სხეულის სხვადასხვა ნაწილი, ან ცალ-ცალკე მოხდეს სხვადასხვა სხეულის ნაწილიდან ტრანსაცვლის მოშორება და შემდგომ ჩაცმა და შემდგომ სხვა სხეულის სხვა ნაწილის შემოწმება იმისთვის, რომ ადამიანებმა არ იგრძნონ თავი დამცირებულად და არ მოხდეს მათი ჩაყენება არაადამიანურ დამამცირებელ მდგომარეობაში. თუ ეს სტანდარტები დაცული არ არის, მაშინ ეს გაშიშვლების პრაქტიკა ჩხრეკის დროს რეალურად ხდება ადამიანების არასათანადო მოპყრობის, მათი დაშინების ერთ-ერთი იარაღი. რეალურად ამის არაერთი შემთხვევა დაფიქსირდა, როდესაც დაკავებულები საუბრობდნენ, რომ მათ სწორედ ასე მოეპყნათ. კი ბატონო, აი რომ შევაჯამოთ ძალიან მოკლედ, კვლავ რომ არ განმეორდეს მსგავსი შეფასება და არ მოგიხდეთ თქვენ და სხვა ორგანიზაციებს თქმა, რომ წელი იყო შეზღუდული თავისუფლებების წელი. გამოსავალს რა შეხედავთ, რა უნდა გაკეთდეს? ცალსახა არის, რომ ახლა ეს კვეთრი გაუარესება ადამიანის უფლებების საქართველოში არის მიზანმიმართული. სახელმწიფო მიზანმიმართულად ცდილობს, რომ ადამიანებს უფლებები წაართვას. ეს არის ის ტენდენცია, რომელიც შარშანდელი წლიდან გრძელდება და სავარაუდოდ უნდა ველოდოთ, რომ კვლავ გაგრძელდება. შესაბამისად, ერთადერთი მნიშვნელოვანი რაც შეიძლება იყოს არის ის, რომ საქართველოს უნდა დაუბრუნდეს ადამიანის
ძირითადი უფლებების და თავისუფლებების კონსტიტუციით დაცული, საერთაშორისო კონვენციებით, ხელშეკრულებებით დაცული უფლებების და თავისუფლებების მინიმალური სტანდარტების პატივისცემას, თუმცა სამწუხაროდ ჩვენ ხედავთ, რომ ამის ნება როგორც ჩანს ქართული ოცნებიდან არ არსებობს. ბატონ თამას, დიდი მადლობა რომ მიიღეთ გადაცემაში მონაწილეობა. დაგემშვიდობებით საიას ანალიტიკოს თამას კირტავას უსმენდით. ჩვენი მომდევნო სტუმარია სანდრო ქევხიშვილი, საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს ანტიკორუფციული პროგრამის მენეჯერი. მასთან ჩვენ საქართველოში კორუფციის კუთხით არსებულ ვითარებაზე უნდა ვიმსჯელოთ. საქართველო მიტაცებული კლეპტოკრატიული სახელმწიფოა, ვკითხულობთ ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. სპეციალისტები ამბობენ, რომ კლეპტოკრატიულ ქვეყანაში მმართველი ელიტის ერთადერთი მიზანი და мотиваცია პირადი გამდიდრებაა, რაც მოქალაქეებისა და სახელმწიფოს გაძარცვის გზით ხდება. კორუფციის გზით დაგროვილი რესურსები კი თავის მხრივ ძალაუფლების შენარჩუნებას ხმარდება. ჩვენ სწორედ ამ საკითხებზე ვისაუბრებთ საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს წარმომადგენელთან, ანტიკორუფციული პროგრამის მენეჯერი ბატონი სანდრო ქევხიშვილი შემოგვიერთდა. დიდი მადლობა, რომ გვითმობთ დროს, ბატონ სანდრო. სახელმწიფოს მიტაცების პროცესი დასრულებულია, არ არსებობს არც ერთი დამოუკიდებელი სახელმწიფო ორგანო, რომელიც შეძლებდა კორუფციაზე ღიად საუბარს და მის წინააღმდეგ რეალურ მოქმედებას, აი ვკითხულობთ ესეთ შეჯამებას თქვენი ორგანიზაციის განცხადებაში. ავხსნათ მაყურებელს თუ შეიძლება, აი რომელ უწყებებს ევალებოდათ კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა და როგორ მივედით იმ შედეგამდე, რაზეც ამ კონკრეტულ პუნქტშია საუბარი. მოგესალმებით. დიდი მადლობა პირველ რიგში, რომ ამ საკითხს უთმობთ დროს, იმიტომ რომ კორუფცია არის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი იმ პრობლემების, რაც დღეს არის ქვეყანაში. ჩვენ ძალიან დიდი ხანია ვაკვირდებით ამ საკითხს და ვცდილობთ გავარკვიოთ კორუფციის ესე იგი შინაარსი და კორუფცია, როგორ მუშაობს კორუფცია ქვეყანაში. დიდი მასალა გვაქვს შეგროვებული და ამის საფუძველზე არის ეს დასკვნა, რომ რეალურად ის უწყებები, რომლებიც ფურცელზე, მოდი ასე ვთქვათ, კანონის დონეზე ვალდებულნი არიან ებრძოლონ კორუფციას, ისინი ამას არ აკეთებენ, ხო? პირველ რიგში აქ არის საუბარი, რა თქმა უნდა, საგამოძიებო უწყებებზე, პროკურატურა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური გულისხმება. ისინი წლების განმავლობაში ამბობდნენ, რომ კორუფცია ქვეყანაში არ არსებობს და ჩვენარი ორგანიზაციები, როდესაც მათ უგზავნიდით ოფიციალურ წერილებს ელიტური კორუფციის სავარაუდო შემთხვევებზე და ასეთი დარწმუნებული ვარ მაყურებელს ძალიან ბევრი გაახსენდება თუ დაფიქრდება. ისინი ამბობდნენ, რომ არ არის ეს კორუფცია, ჩვენ არ გვაქვს ქვეყანაში კორუფცია. ახლა ისინი რეალურად დაიწყეს რამდენიმე გამოძიება, რა თქმა უნდა, თუმცა ესეთ შერჩევით არის, ხო? რეალურად მხოლოდ იმ ადამიანებს ზე დაიწყეს გამოძიება, რომლებიც სხვადასხვა მიზეზის გამო გაუფუჭდათ ურთიერთობა პარტიის შიგნით. კი ბატონო, ამაზე ზუსტებელ შეკითხვას დაგისვამთ ოდნავ მოგვიანებით, მანამდე მინდა გკითხოთ ასეთი რამ. ანტიკორუფციული ბიუროს გაუქმებასთან დაკავშირებით საზოგადოებამ იცის, რომ გადაწყვეტილება უკვე მიღებულია, უწყება მოქმედებას 2026 წლის 2 მარტიდან შეწყვეტს და მისი ფუნქციები სრულად გადაეცემა სახელმწიფო აუდიტის სამსახურს. რატომ ვერ ჩაითვლება აუდიტის სამსახური იმავე კომპეტენციის უწყებად, როგორიც უნდა ყოფილიყო ანტიკორუფციული ბიურო? აი აქ რა რისკებს ხედავთ? იცით რა, რეალურად ანტიკორუფციულ ბიუროს ბედი, მოდი ასე ვთქვათ, ეს სამწლიანი ისტორია არის ტრაგიკული, იმიტომ რომ ეს უწყება, მისი ფუნქცია რა იყო თავიდან, ხო, ეს უნდა ყოფილიყო კორუფციის პრევენცია. ამ უწყებას არ ჰქონდა და არ აქვს დღესაც გამოძიების უფლება და ის ფუნქციები, რაც მას აქვს, ეს დეკლარაციების მონიტორინგი იქნებოდა თუ პოლიტიკური ფინანსების მონიტორინგი, ასევე ინტერესთა შეუთავსებლობაზე მუშაობა და სხვა ანტიკორუფციული ფუნქციები, ეს პრევენციული ფუნქციებია, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია და იმის მაგივრად, რომ ამაზე ემუშავათ ამ ფუნქციებზე, ეს უწყება მმართველმა პარტიამ გადააქცია არასამთავრობო სექტორთან დაპირისპირების მთავარ მექანიზმად, ხო? ის ახალი კანონები, რაც მიიღეს პარლამენტში, მათი აღსრულება ჩააბარა ანტიკორუფციულ ბიუროს. რაც მთლიანად, ესე იგი, ეწინააღმდეგებოდა ამ უწყების ფუნქციას და მიზანს, რის გამოც ის შეიქმნა. და შეგვიძლია ასევე გავიხსენოთ, რომ ის შეიქმნა
ევროკავშირის და ევროკომისიის რეკომენდაციით. კი ბატონო. მაგრამ ხო, ბედით ცნობილია, ამიტომ ძალიან საინტერესოა ეს აუდიტის სახელმწიფო სამსახურთან დაკავშირებით სკეპტიციზმი რაც არსებობს. კეთვით მაგაზე. ეს ხაზი რო განვავითაროთ, რატომ? კეთვით, ძალიან კონკრეტული მიზეზი აქვს ამას. სახელმწიფო აუდიტის სამსახურს დღეს ხელმძღვანელობს ადამიანი გიორგი გაბიტაშვილი, რომელიც იყო გენერალური პროკურორი სულ ცოტა ხნის წინ და ის არის დასავლეთის მიერ ფინანსურ სანქციებში მოხვედრილი ადამიანის უფლებების დარღვევის გამო. რატომ ის მისი გენერალური პროკურორობის დროს მან არ გამოიძია ის აშკარა ადამიანის უფლებების დარღვევები, რაც ვიხილეთ დეკემბერში შარშან, ხო? ამის გამო ის არის ბრიტანეთის სანქციების ქვეშ. და ასეთი ადამიანის ხელმძღვანელობით რომელი უწყებაც არ უნდა იყოს ეს აუდიტის სამსახური იქნება თუ სხვა, იმაზე საუბარი რომ ის რაღაცა კეთილ სინდისიერად კორუფციას შეებრძოლება ან რაიმე ტიპის ანტიკორუფციულ საქმიანობას განახორციელებს, ღიმილის მომგვრელია, მოდი ასე ვთქვათ. კი ბატონო. იგნორირებულია კორუფციასთან დაკავშირებული საერთაშორისო ვალდებულებები და რეკომენდაციებიო, წერია თქვენს განცხადებაში. თუ შეიძლება მეტი ვუთხრათ მაყურებელს ამ ფრაზის ამ ფორმულირების შესახებ, რა ვალდებულებებს არ ასრულებს დღეს სახელმწიფო? დიახ, ეს არის მთელი რიგი პროცესები, საერთაშორისო ანტიკორუფციული პროცესები, რომელიც ეს ძალიან ისეთი თემა არის. კონვენციაც მათ შორის, ხო? და აღებული ვალდებულებები, ქვეყნის მიერ აღებული ვალდებულებები, ხო? დიახ. ბევრი სხვადასხვა პლატფორმა არსებობს საერთაშორისო, სადაც ეს ხდება ზოგადად. და შეიძლება ჩვენმა მაყურებელმა არ იცოდეს ამდენი დეტალები, რა თქმა უნდა, ეს ვალდებულება. კი ბატონო, ძალიან არსებითი ვუთხრათ, რაც უნდა იცოდეს ჩვენ თავარი აქ არის, რა თქმა უნდა, ევროკავშირის მოთხოვნები, იმიტომ რომ ევროკავშირის როდესაც ჯერ ჩვენ კიდევ ვიყავით ევროკავშირის გზაზე, მათ ნახეს, რომ ჩვენთან არის კორუფციის პრობლემა და გვითხრეს, რომ ვერ მიგიღებთ ევროკავშირში თუ იქნებით კორუმპირებული, ძალიან მარტივად ეს იყო. და ეს რა თქმა უნდა, თქვათ, ეს ანტიკორუფციული ბიუროს ვახსენეთ, შეიქმნა მათი რეკომენდაციით და ახლა მისი გაუქმება, რა თქმა უნდა, ეს არის ასევე უკან დახევა ხო ამ გზაზეც, მიუხედავად იმისა, რომ ანტიკორუფციული ბიურო არ ასრულებდა ფუნქციას. ასევე არის სხვა ფორმატები, მაგალითად ღია მმართველობის პარტნიორობა, ეს ცნობილი საერთაშორისო ფორმატია, რომელშიც საქართველო არის გაყინული, რეალურად მათ შემოწმების პროცედურა დაიწყეს, იმიტომ რომ არცდა ქვეყანა, ესე იგი ღია მმართველობის პრინციპებს. აქ არის ასევე სხვადასხვა ფორმატები, თქვათ, ევროსაბჭოში თუ სხვა ტიპის ფორმატებში, სადაც ქვეყანას ჰქონდა აღებული ვალდებულებები და რეალურად ამას არ ასრულებს და ყველანაირად პირიქით, ესე იგი, უკოსტვა გვაქვს ამ მიმართულებით. ბატონ სანდრო, ქვეყანას მეხუთე წელია არ აქვს ანტიკორუფციული ეროვნული სტრატეგია. რა ახსნა აქვს ამას? ეს ძალიან საინტერესოა, ეს ხშირად არ არის ხოლმე განხილვის თემა, ხო? საფუხაროდ. ეს რას ნიშნავს, აი ძალიან მარტივად რო ვთქვათ, რომ ამბობენ, მაგალითად დღეს მმართველი პარტიის წარმომადგენლები ამბობენ, რომ ჩვენ ვებრძვით კორუფციას, ანუ ასეთი პოზიციონირება აქვთ ახლა. კი ბატონო, და ხედავთ ჩვენ ხო რაღაცა ეს საჯარო ჩხრეკები, დაკავებები, ყოფილი მაღალჩინოსნები პატიმრობაში, ან გირაოს სანაცვლოდ გამოშვებული მაგალითად ირაკლი ღარიბაშვილი და ბარემ აქვე კითხავთ, თქვენ ამას არ მიიჩნევთ რეალურ ბრძოლად კორუფციის წინააღმდეგ, ხომ ასეა? და აი რატომ ვერ ჩაითვლება ეს რეალურ ღონისძიებად? კი, ამაზეც გეტყვით. სტრატეგიაზე გეტყვით პირველ რიგში, რომ აი რას ნიშნავს სტრატეგიის არ ქონა, ნახეთ. არავის სახელმწიფო უწყებების დონეზე არ დამსხდარან და არ მოუფიქრებიათ, სად არის კორუფცია ქვეყანაში. ანუ ამას ეს კორუფციასთან ბრძოლა ხაერზე ხო ხდება, უნდა ჯერ მოძებნო სად არის ეს პრობლემა, რა ფორმა აქვს კორუფციას, რა არის გავრცელებული სქემები და შემდეგ დასახო გეგმა და ამის წინააღმდეგ მეთოდურად იმუშაო. ანუ სტრატეგიის დოკუმენტის არსებობა ამას ნიშნავს და არა გვაქვს ეს დოკუმენტი 5 წელია. არავის არ უფიქრია რეალურად როგორ ვებრძოლოთ კორუფციას, ხო? ეს როგორც მინიმუმ ესე იმას აჩვენებს, რომ პრიორიტეტი ეს არ არის. ანუ სახელმწიფო პოლიტიკის დაგეგმვის დონეზე ამაზე არავინ არ ფიქრობს. ეხლა რაც შეეხება გამოძიებებს. გამოძიებები ჩვენ ჩავთვლიდით, რომ კორუფციასთან ბრძოლა ხდება, თუ ესე იგი კორუფციის გამოძიებები დაიწყებოდა არა მმართველი პარტიის ყოფილ წევრებზე მხოლოდ, არამედ სხვა გახმაურებულ შემთხვევებზე, რომლებიც ძალიან მრავლად არის.
და მათ შორის მოქმედ თანამდებობის პირებზე. ამათზე, ჩვენ როგორც ორგანიზაციას შეგროვებული გვაქვს ეს შემთხვევები, ეს გამოძიებები, ეს დაახლოებით უკვე 300-მდე არის, ესე იგი, კორუფციული გამოძიებები ელიტური კორუფციის შესახებ, რაც ბოლო 6 წლის განმავლობაში ჩვენ შევაგროვეთ და ამაში ჩართული არის დაახლოებით 220-ზე მეტი თანამდებობის პირი. ჩვენ ეს მონაცემები გვაქვს შეგროვებული. და ჩვენ ახლა საუბარია რომ მხოლოდ 2-3 ყოფილ მაღალჩინოსანზე და მათ გარშემო არსებულ კანებზე მიდის გამოძიება, ხო, როდესაც ათობით სხვა ადამიანი, რომლებიც დღესაც თანამდებობაზე არიან, მათ გამოძიება არ ეხება. კი ბატონო. ამიტომ ეს შერჩევითი გამოყენება არის კორუფციის და ეს ვერ ჩაითვლება როგორც რაღაცა ძირეული ცვლილება და კორუფციასთან რეალური ბრძოლა. კეთილი, აი რომ შევაჯამოთ, ბოლო კითხვას დაგისვამთ ასეც. ყალიბდება კლეპტოკრატია, აი ასეთი ძალიან მძიმეა დასკვნა, რომელსაც თქვენი ორგანიზაცია აკეთებს და თქვენ არ ხართ პირველი, ვინც ამაზე საუბრობს, ხო? რა მტკიცებულებები არსებობს ქვეყანაში მაღალი დონის კორუფციის სისტემურ ხასიათზე მტკიცებით ფორმაში სასაუბროთ? აი ესეც რომ უთხრათ ჩვენს მაყურებელს და დაგემშვიდობებით. მადლობა. დიახ, თავარი აქ რა არის, ნახეთ. დღეს მართლ პარტიას გამოცხადებული აქვს, რომ მათ დემოკრატია აღარ უნდათ. დემოკრატია ფაქტიურად გაუქმდა ქვეყანაში. და დემოკრატიის ნაცვლად, დემოკრატია როცა უქმდება, როცა მართველი პარტია უკვე, ესე იგი, მიზნის დონეზეც უკვე აღარ აქვს პრეტენზია, რომ დემოკრატია არის, ამ შემთხვევაში ამას ანაცვლებს კლეპტოკრატია. ეს ყველგან ასე ხდება, სამწუხაროდ ამ ნაწილში საქართველოს გამონაკლისი არ არის. რას ნიშნავს ეს, რომ მართველები, ვინც არიან ქვეყნის სათავეში, მათი მიზანი არა განვითარება ქვეყნის არის, არამედ პირადი გამდიდრება. ეს არის მთავარი მიზანი. და ამას აკეთებენ რითი ძირითადად ისევ მოსახლეობისა და ქვეყნის ხარჯზე, ხო? ეს ძალიან აპრობირებული პრაქტიკა არის, როდესაც მაგალითად ბიუჯეტის თანხებს, ანუ იმ თანხებს, რომელსაც ჩვენ ყველა ვაგროვებთ ჩვენი გადასახადებით, იმის გამო რომ მათ აქვს მთელი ძალაუფლება, ხო, ისინი სხვადასხვა მეთოდებით ამ თანხებს და ამ რესურსებს ამისამართებენ საკუთარ დაახლოებულ პირებთან, თავის კომპანიებთან, თავის ესე იგი ნათესავების კომპანიებთან. ეს სხვადასხვა ფორმას იძენს. ეს არის მაგალითად სახელმწიფო კონტრაქტების ფორმით, შეიძლება იყოს ასევე თქვა ნებართვების ფორმით, სამშენებლო ნებართვები იქნება თუ წიაღისეულის მოპოვების ნებართვები იქნება თუ მაგალითად პრივატიზაცია, რაც ნიშნავს რომ სახელმწიფოს ბალანსზე არსებული ქონების მიცემა კონკრეტული ადამიანებისთვის, ხო ეს ხდება ძირითადად კორუფციული გზით ასევე სუბსიდიები, სახელმწიფო სუბსიდიები, ხო, სხვადასხვა პროგრამები არსებობს, რომლითაც თქვა ბიუჯეტიდან გადის თანხები ბიზნესთან ძირითადად და ჩვენ მრავალი კვლევა გვაქვს ამაზე, რომ ეს თანხები ძირითადად მიდის ქართული ოცნების ბაზასთან დაახლოებულ ბიზნეს ელიტებთან. და შემდეგ ისინი ამ თანხის ნაწილს აბრუნებენ შემოწირულობის და ატკატების სახით პარტიაში. ხო, ეს ნახეთ, ეს არის სისტემური, ეს არ არის თქვა გამონაკლისი, რომ აი კარგად მუშაობს ყველაფერი და რაღაც რამდენიმე შემთხვევაა კორუფციული. არა, სისტემა მთლიანად კორუფციულია, ხო ხდებით? და აი როცა უკვე ასეთი სიტუაცია არის, მაშინ ამას ქვია კლეპტოკრატია. დიდი მადლობა ბატონ სანდრო. მადლობას გიხდით რომ დაგვითმეთ დრო და მიიღეთ ჩვენს გადაცემაში მონაწილეობა. სანდრო ქევხიშვილი, საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს ანტიკორუფციული პროგრამის მენეჯერი იყო ჩვენი სტუმარი. ახლა ჩვენ ენგურის საბაჟო ტერმინალზე უნდა ვისაუბროთ. რუსეთი საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე სატრანზიტო ჰაბს აწყობს. არავინ უარყოფს, რომ ეს პუტინს განსაკუთრებით უკრაინაში შეჭრის შემდეგ დასჭირდა. ექსპერტები ვარაუდობენ, რომ ამით რუსეთი სანქციებისგან თავის არიდებას შეეცდება. ხომ არ აღმოჩნდება ჩართული ამ სქემაში საქართველო? რა ტიპის გამოწვევაა საბაჟო ტერმინალის ინფრასტრუქტურის მოწყობა ოკუპირებულ ტერიტორიაზე და რას ნიშნავს ეს საქართველოსთვის? ამ საკითხების გარკვევას შევეცდებით ჩვენ ახლა თეონა აკუბარდიასთან, პოლიტიკოსი, საერთაშორისო უსაფრთხოების სპეციალისტი, უშიშროების საბჭოს მდივნის ყოფილი მოადგილე და ყოფილი დეპუტატი გვერდება ახლა პირდაპირ ეთერში. ქალბატონო თეონა, დიდი მადლობა რომ მონაწილეობთ გადაცემაში საღამომშვიდობის. ახალი სატრანსპორტო საბაჟო ტერმინალი ენგურზე. პირდაპირ კითხავთ, აი რა მიზანი აქვს რუსეთს? რა სურს ამით რუსეთს? რუსეთს აქვს რამოდენიმე მიზანი ამ პროექტით, ვინც მუსმინა სატრანსპორტო ჰაბის გენერალურ დირექტორს ოკუპირებულ აფხაზეთში, ალბათ კარგად მიხვდებოდა მისი ნათქვამის შინაარს, რომ მთავარი ინიციატივა საქართველოში ამ ტერმინალის აშენების, რომელიც დაიწყო
რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ ფართომასშტაბიანი ომისთანავე არის რუსეთის დახმარება, რომელიც არის სტრატეგიულ პარტნიორად ოკუპირებული აფხაზეთის ეკონომიკური სანქციების თავიდან არიდების ჭრილში, დასავლეთიდან სანქციების თავიდან არიდების ჭრილში და საუბარია იმაზე, რომ ეს არის კერძო რუსული ინვესტიციებით აშენებული საბაჟო ტერმინალი. თუმცა თუ შევხედოთ ფართო სურათს, თუ რა ინტერესი აქვს რუსეთს ამ შემთხვევაში, მას სურს ორი კულტურის ერთდროულად დაჭერა, ერთი არის დასავლური სანქციების თავის არიდება და მესამე ქვეყნებისთან ვაჭრობის უმოკლესი გზის გამოყენება. თუმცა მეორე საკითხი არის აფხაზეთის პოლიტიკური სტატუსი, რომლის ეგრეთ წოდებული დამოუკიდებობა მხოლოდ რუსეთს, ვენესუელას, სირიას და ნიკარაგუას აქვს ნაცნობი. სხვა ჩვენი და საერთაშორისო პარტნიორები, რა თქმა უნდა, მას საქართველოს იურისდიქციაში აღიარებენ და ამ პოლიტიკური სტატუსის მოგვარების გარეშე კიდევ უფრო რთული იქნება ამ საბაჟო ტერმინალის აშენება, მით უფრო მაშინ, როდესაც საქართველოს აქვს კანონი ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ, რაიმე ტიპის ვაჭრობა აკრძალულია ოკუპირებულ აფხაზეთთან და იქვე საუბარია ამ ინტერვიუში იმაზე, რომ პირველ ეტაპზე, როგორ წარმოუდგენიათ მათ ამ ტერმინალის ასე ვთქვათ რეალიზაცია არის ის, რომ პოტენციურად მესამე ქვეყნები და ჩამონათვალია ირანი, მათ შორის ინდოეთი, სომხეთი, აზერბაიჯანი, რომ თავიანთ საპირთო ფურებს გაატარებენ საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიის გავლით ოკუპირებულ აფხაზეთში, იქ გალში, აი ამ ენგურის ხის მიღმა დატვირთავენ მიიტანენ შემდგომ ამ ტვირთს ოჩამჩირის პორტამდე, სადაც უკვე რკინიგზა მიდის, უკავშირდება რუსეთს და შემდგომ უკან დაბრუნდებიან. მე შეგახსენებთ ასევე იმას, რომ თქვენ იცით, რომ 90-იანი წლების შემდგომ ოკუპირებულ აფხაზეთში რკინიგზის ინფრასტრუქტურა იყო მოშლილი და რუსეთმა აგვისტოს ომამდე ადრე გაზაფხულზე გამოაგზავნა რუსული სარკინიგზო ჯარი, აღადგინეს რკინიგზა სოხუმამდე, რაც გამოყენებული იქნა შემდგომ რუსული სამხედრო მიზნებისთვის და ეხლა უკვე ეს რკინიგზა მოსულია ოჩამჩირის პორტამდე და აქ ამ ინტერვიუში აქცენტია გაკეთებული იმაზე, რომ გალამდე უნდა მოვიდეს რკინიგზა და მოგეხსენებათ გალიდან უკვე დანარჩენ საქართველომდე ჩვენს კონტროლირებულ ტერიტორიამდე ძალიან პატარა ფართობია დარჩენილი ამ რკინიგზის აღდგენისთვის და ამ რკინიგზის აღდგენაზეც რუსეთი მუშაობს 2023-ში. თავად რუსეთის სავაჭრო პალატის ხელმძღვანელმა ღიად ისაუბრა რუსულ მედიაში, რომ რაღაცა შეიქმნა საქმიანი საბჭო რუსულ-ქართული, სავარაუდოდ საუბარია რუსეთში მოღვაწე იმ რუსეთის ინტერესების გამყარებლებზე, რომლებიც მუშაობენ მათ შორის ამ რუსულ პროექტზე, რომ საქართველოს გავლენის სფეროდ დამკვიდრებას ხელი შეუწყონ და ბიზნა ივანიშვილი, რომელიც საუბრობდა ამ რკინიგზის აღდგენაზე 2012 წელს, ეს ყველას ალბათ ახსოვს. შესაბამისად, აქ პოლიტიკური სტატუსი არის მთავარი პრობლემა, სწორედ ამ ინტერვიუში ეს გენერალური დირექტორი საუბრობს იმაზე, რომ ძალის გამოუყენებლობის შეთანხმების დადება აფხაზეთთან ოფიციალური თბილისის არის გზა იმისთვის, რომ ნორმალიზება მოხდეს, რასაც რუსეთი ითხოვს ჟენევის დისკუსიებში, ჯერ კიდევ აგვისტოს ომის შემდგომ შექმნილ ამ ფორმატში და საუბარია იმაზე, რომ რუსეთი ამ ომის მონაწილე არ არის და ჩვენ ასე რომ ვთქვათ, დავუწყეთ ომი აფხაზებს და ოსებს, რაც სამსაუბედუროდ წულუკიანის კომისიის დასკვნითაც ამ პარლამენტის რელიგიური პარლამენტის დასკვნითაც იქნა ანალოგიურად გაზიარებული. შესაბამისად, საფრთხე იმისა, რომ მოხდეს ამ თავდასხმალობის შეთანხმების გაფორმება, რაც აღიარებისასაც ხისია, ოკუპირებული აფხაზეთის აბსოლუტურად რეალურია და იმავდროულად ეს წარმოშობს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაუძლევად რისკებს. ახლა ერთი არის, რა თქმა უნდა, კრემლის სურვილები და მეორე არის ოფიციალური თბილისის პოზიცია, სადაც მე ვფიქრობ, რომ ასევე ვარიანი პრობლემები გვაქვს, იმიტომ რომ ეს ტერმინალი, როდესაც გაცხადდა, რომ იყო მშენებლობა, ისიც არ არის ახლა როგორც აფხაზები ამბობენ, რომ საიდუმლო ოპერაცია ჩაატარეს 2023 წელს ჰქონდა ქართულ მედიასაც მათ შორის კადრები მშენებლობის, თუმცა აი ესე ოფიციალური კომენტარებით განებირებულები არ ვიყავით და ის რომ დღეს რომ დაიწყო საუბარი იმაზე, რომ შესაძლოა ეს წინასწარ შეთანხმებული ყოფილიყო რაღაც დონეზე და გავლილი ოფიციალურ თბილისთან, აი ამ პოზიციაზე მინდა კითხოთ, რა ინტერესი შეიძლება ჰქონდეს ოფიციალურ თბილისს და დღევანდელ ხელისუფლებას ამ შემთხვევაში?
და თქვენც იზიარებთ ამ მოსაზრებას, რომ რაღაც წინასწარი მოლაპარაკება შეიძლება არსებობდეს? სავარაუდოდ შესაძლებელია იყოს. აი, როგორ წარმოგიდგენიათ, ერინა, ამ ხალხ საბაჟო ტერმინალი შენდება რუსული ფულით, ისე რომ არც არაფერი გარანტია არ აქვს რუსეთს, რომ ეს როდესმე ამოქმედდება. თან საგულისხმო არა. ანუ აქ ის რომ ამოქმედების შანსი მიბულია პირდაპირ საქართველოს ტერიტორიის გავლაზე, კონტროლირებადზეც. თორემ აფხაზეთი რა თქმა უნდა საქართველოა. აი ესეც ხომ მნიშვნელოვანი ფაქტორია, ამაზე კეთდება აქცენტი. რა თქმა უნდა, აი რისკებს გეტყვით, ირინა, როდესაც სოხუმის აეროპორტის ტერიტორია გადაეცა რუსეთს, მე ვიყავი მაშინ საქართველოს პარლამენტის წევრი და ამაზე ღიად მოუწოდებდი ქართულ ოცნებას, რომ პოზიცია დააფიქსირებინათ, იმიტომ რომ ის ხელშეკრულება, რომელიც 50 წლამდე აძლევდა რუსეთს ამ ტერიტორიის ფლოტას, იყო უკანონო. ამაზე იყო ძალიან მოგუდულად კომენტარი, მას შემდეგ რაც მე ასე ვთქვათ, არაერთხელ მოვითხოვე ამასთან დაკავშირებით პოზიციის გამოხატვა. შემდგომ, როდესაც ეს აეროპორტი უკვე აშენდა და დაიწყო, ასე ვთქვათ, ფრენები, ამაზეც არ ყოფილა რაიმე ტიპის ფართო გამოხმაურება. მე ვიხოვდი პარლამენტში, მათ შორის ბიჭვეთის აგარაკების რუსეთისთვის გადაცემაზე რეზოლუციას, მათ შორის ოჩამშილეში რუსული სამხედრო ფლოტის განთავსების განაცხადზე პოზიციონირებას. ამაზე არ ყოფილა ის ადეკვატური გამოხმაურება, რაც ქართულ ოცნებას მაგალითად წინა წლებში ექნებოდა თუნდაც 2021-ში. საუბარი არის იმ პერიოდზე 2022-ში, შემდგომ რაც რუსეთმა დაიწყო უკრაინის წინააღმდეგ ფართომასშტაბიანი ომი. როდესაც ეხლა დღეს აგერ გვეუბნებიან რომ თურმე აფხაზეთმა საიდუმლო ოპერაცია ჩაატარა და ვერც ქართულმა დაჯერომ ვერ გაიგო ეს ინფორმაცია და არც ტელევიზორში არ უყურეს ჩვენი ბედნიერი რეჟიმი ამასთან დაკავშირებით 2023-ში და დღეს ირაკლი პოპახიძე აკეთებს განცხადებას იმასთან დაკავშირებით რომ ეს არ იმუშავებს და რომ ჟენევის შეთანხმება რომლის თანახმადაც რუსეთთან რაც გაფორმდა შეთანხმება სოფლიო საბჭოთა ორგანიზაციის შესვლისთანაც უნდა ამოქმედებულიყო ფსოუზე შვეიცარიული კომპანიის მიერ საბაჟო პუნქტი და არა გალში კიდევ ერთხელ ვიმეორებ ის კოორდინატები რომელიც 2011 წელს გაფორმდა რუსეთთან მაგრამ არ ამუშავდა რუსული ასე ვთქვათ უარის გამო არასდროს არ გულისხმობდა გალის ტერიტორიას ენგურის ხიდის მიღმა აქ საუბარი იყო ფსოუზე და საუბარი იყო ჩვენს მიერ კონტროლირება ტერიტორიაზე უკვე ზუგდიდში და არა გალის რაიონში. შესაბამისად, იმის ნაცვლად რომ ირაკლი პოპახიძეს ეთქვა რომ ეს არის ნონსენსი, არც შვეიცარიული მხარისთან გაფორმებული კონტრაქტით ეს კოორდინატი არ არის და ეს შეუძლებელია, მან გააკეთა აქცენტი იმაზე რომ არ მოხდება, თუმცა მისი უარი და შემდგომ შეცვლილი პოზიცია არაერთხელ მახსენდება მათ შორის რუსულ კანონთან მიმართებაში, ამიტომ არ არის ჩვენთვის ეს სარწმუნო. და მით უფრო მაშინ როდესაც მე კითხვა მაქვს პირადად რაში დასჭირდათ მაშინ გარდა იმ ნარატივისა რომ ომი საქართველოს დაიწყო რომელიც ახალი არ იყო ქართული ოცნების მხრიდან გაფორმება უკვე რუსული ვერსიის ომის დაწყებასთან დაკავშირებით ივანიშვილის პარლამენტს და რაში დასჭირდათ მათ ის რომ იგივე ეთქვათ რასაც რუსეთი ამბობდა ომის დაწყებასთან დაკავშირებით ხომ არ არის ეს ასე რომ ვთქვათ მოსამზადებელი ფაზა იმისა რომ მათ ხელი მოაწერონ ძალიან გამოყენებული შეთანხმებას ოკუპირებულ აფხაზეთთან რაც ამიერების დაწყებაა და ხომ არ არის ეს გარკვეულწილად ფარული ჩანაფიქრი იმისა რომ ფულის შოვნის სანაცვლოდ და საუბარი არა თქმა უნდა დიდძალ თანხაზე იმხოშ ესე მოხდება ისინი თმობენ უკვე გაცხადებულად ტერიტორიული მთლიანობის იმ ინტერესს რომელიც უკვე წოლკანის ალყის კომისიის მეშვეობით დააზიანეს მე შეგახსენებ აი დღეს გამოქვეყნდა ინფორმაცია ჩორჩანასთან დაკავშირებით სამშობლოსთან რომელზეც გიორგი კახარიასა სამშობლოს ღალატის მუხლი წარუდგინეს ლამის რომ ცხინვალი ოკუპირებული ცხინვალის რეჟიმი გზას აკეთებს ამ სამუშაგომდე და იმ შემთხვევაში თუ ისინი ამ სამუშაგოს წაიღებენ და უკვე საფუძველი ამ წაღების წოლკანის ღალატის კომისიამ შექმნა როდესაც ომის დაწყების განზრახულობა დააბრალეს გიორგი კახარიას რა თქმა უნდა კიდევ ერთხელ არის დიდი საფრთხის ქვეშ ვით უფრო თუ გავიხსენებთ ერგინეთში შეხვედრა სადაც მიესალმენ ამ გადაწყვეტილებას ვარიანტული რეჟიმი ოკუპირებული ცხინვალისთან მოლოდენი გამოთქვით ამასთან დაკავშირებით შესაბამისად ეს საკითხი და ეს საბაჟო საკითხი ფართო დიდი გეგმის ნაწილია რაში შეიძლება დასჭირდეს ივანიშვილის ოცნებას შესაძლებელია პირველი რაც შეიძლება ითქვას ეს არის ფული მაგრამ ამას მოყვება დიდი რისკი ტერიტორიული მთლიანობის ამიტომ მე არ ფიქრობ რომ გაუადვილდება რუსეთს ამ პროექტის განხორციელება თუნდაც ამ ტიპის რეჟიმის პირობებში მაგრამ
დღეს საქართველოს არის ძალიან ძიმე ვითარებაში. აფხაზეთი არ არის მხოლოდ ჩემი ასე რომ ვთქვათ, სამშობლო, მიუხედავად იმისა, რომ მე ფესვები ოკუპირებულ გალში მაქვს, მე დარწმუნებული ვარ, რომ ყველა ქართველი განუშევად პოლიტიკური შეხედულებისა ფიქრობს, რომ აფხაზეთი საქართველოა და რომ ჩვენ ერთბედნიერ დღეს შევძლებთ გავარჩენოთ ქვეყანა მშვიდობიანი გზით. ამიტომ ეს რისკები, რომელიც დღეს ახლა არის, კიდევ უფრო გამძაფრებულია დასავლეთიდან იზოლაციის ფონზე. იმ დასავლეთის, რომელიც საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას არ მხოლოდ სიტყვიერ უჭერდა მხარს. აი, გაგახსენებთ ალბათ, როდესაც რაიმე უკანონობა ხდებოდა ოკუპირებულ რეგიონებში, ჩვენ ყოველთვის მიმართავდა ჩვენ დასავლურ პარტნიორებს